ვსაუბრობთ დონალდ ტრამპსა და მის მიმართ ქართული პოლიტიკური კლასის უპირობო და ჯერჯერობით უპასუხო სიყვარულზე. მე პირადად ხარს ვჭერ ბატონ ტრამპს. როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე. ტრამპი იზავს იმას, რომ როდესაც დაინახავს, რა ხალხი აჯანყდა, ზურგის ქარს გაგვიკეთებს. თქვენ შეამჩნევთ, რომ ყველანი იქნება ეს ოცნება თუ ოპოზიციური პარტიები, ჟურნალისტები თუ სამოქალაქო აქტივისტები ტრამპის თაყვანისმცემლებად გვევლინებიან. მაუწყებლის ახალ ვიდეოში, რომელიც უკვე YouTube-ზეა, შეგიძლიათ მოისმინოთ, ვინ არის დონალდ ტრამპის სინამდვილეში და რატომ იქცა ის ქართული პოლიტიკური კლასისთვის ყველა ჩვენი პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად. ეს ფენომენი პოლიტიკურ მეცნიერებებში კოლონიური აზროვნების სახელითაა ცნობილი. მდგომარეობა, სადაც საზოგადოება საკუთარ შესაძლებლობებს აღარ ენდობა და პასუხებს ყოველთვის გარედან ეძებს. დონალდ ტრამპი არის ძლიერი ამერიკის და უკრაინის და დასავლეთის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანი. ეახლა პუტინი ტრამპს და ეახლა სამხედრო ბაზაზე. იქ იყო სუსტი პუტინი და იქ იყო ძლიერი ტრამპი. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ტრამპ-თაუერია იპოდრომის ტერიტორიაზე. ეს იქნება სიმბოლო მთელი ჩვენი პოლიტიკური კლასის, კოლონიური აზროვნების ბეტონში გამოსახული ფორმა. ტრული აქტის ნაცვლად ტრამპ-თაუერი. დიდებული ამბავი გახდა გუშინგვიან ღამით ცნობილი. მოკლედ ნახეთ ვიდეო და კომენტარებში ველოდებით თქვენს მოსაზრებებს, რას ფიქრობთ ტრამპზე, ტრამპ-თაუერზე, მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.